დილამშვიდობის შესრულდა 11 საათი და გაცემა დღის ნიუსრუმი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. წმინდა სინოდი დღეს პატრიარქობის 3 კანდიდატს დაასახელებს. სინოდის ისტორიული მნიშვნელობის სხდომა 1 საათში დაიწყება და მღვდელმთავრები შესაბამის საკითხზე მსჯელობას შეუდგებიან. ყველა დროის, ყველა გამოკითხვით ქართული ეკლესია ნდობის რეიტინგების ლიდერია. ის არის ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. შესაბამისად ისმის კითხვა შეძლებს თუ არა ეკლესია მის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას, მათ შორის პატრიარქის არჩევას ისე, რომ ამ პროცესზე გავლენა ვერავინ მოახდინოს. მაშასე ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი დღეს ამით დავიწყებთ, თუმცა ვიდრე სტუმრები შემოგვიერთდებიან, საპატრიარქოდან უნდა ჩავრთოთ ჩვენი ჟურნალისტი მერაბ პაპაშვილი, რომელიც გვეტყვის მივიდნენ თუ არა მღვდელმთავრები საპატრიარქოში. მერაბ, დილამშვიდობის, შენ პირდაპირ ეთერში ხარ და გვითხარი ადგილზე იმყოფებიან თუ არა უკვე მღვდელმთავრები და რა არის დღეს მათი პირველი განცხადებები. მოდით მაშინ ჩემი პასუხი ასეთი იქნება. დილამშვიდობის ამ წუთებში მეუფე ზენონ იარაჯული აკეთებს მედიასთან კომენტარს. მოდით ჯერ მოვისმინოთ და ამის შემდეგ საუბარი განვაგრძოთ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი. აი ეს წესი დაიცვას, აუცილებელი წესი და შემდეგ შეიძლება მათთან საუბარი სერიოზულად. ახლა ზეწოლას გრძნობთ თუ არა მათი მხრიდან? არა. მეუფე ასაკობრივ კიდევ ერთხელ ლევანდელს ხტომაზე თქვენი პოზიცია როგორი იქნება ასაკობრივ ზღვართან დაკავშირებით რა პოზიციას დააფიქსირეთ? ეხლა არ შემიძლია როგორ საუბარი იმაზე რა იქნება, მაგრამ მე რას ვიტყვი წინასწარ, ჩემი პოზიცია ის იყო, რომ ეს ზღვარი შეიძლება კენჭისყრით მოიხსნას, იმიტომ რომ ამის ხელშემშლელი კანონიკური საფუძველი არ არსებობს. იგივე ეხება უმაღლეს სასულიერო განათლებას. კი, გარკვეულ ნაწილი ამას ასე განიხილავს. აი მეუფე არა, ეს საჯარო გახდება ისედაც. რა თქმა უნდა. არა, ვინ ვის დაუჭერს რა მნიშვნელობა, ვინ იქნება კანდიდატი, ეგ ახდენს. მაშას ეს იყო მეუფე ზენონ იარაჯული, რომელიც მედიასთან აკეთებდა კომენტარს. ჩვენ ნახეთ მისი შეფასება, ის ამბობს, რომ არ უნდა წარმოადგენდეს დაბრკოლებას ასაკობრივი ზღვარი. მაყურებელს აქვს ინფორმაცია, რომ არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც თუ კანდიდატი იქნება 70 წელს მიღმა, მას არ იქნება საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა პატრიარქის არჩევნებში. რაც შეეხება აქ არსებულ სიტუაციას, დაახლოებით 1 საათზე ნაკლები რჩება იქამდე, სანამ დაიწყება სინოდის ხდომა. ცხადია, დღევანდელ შეკრებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ გამოირჩევა 3 საპატრიარქო კანდიდატი, რომელთაგანაც ერთ-ერთი უკვე გაფართოებულ კრებაზე გახდება ქართული ეკლესიის წინამძღოლი. დღევანდელ ხდომაზე დასახელდებიან სწორედ ეს 3 კანდიდატი, თუმცა იქამდე ჯერ მსჯელობა შედგება იმაზე, ვის ექნება უფლება არჩევნებში მონაწილეობის მიღების, ანუ განისაზღვრება ასაკობრივი ზედა ზღვარი და მათ შორის ის იქნება თუ არა ერთ-ერთი კრიტერიუმი უმაღლესი სასულიერო განათლება. როგორც მაყურებელი ხედავდა, სასულიერო პირების ნაწილმა საპატრიარქოში მოსვლა უკვე დაიწყო, დაახლოებით 12 საათისთვის ალბათ აქ უკვე ყველაფერი მზად იქნება, რადგან წინას ხდომამ სინოდის საკმაოდ დიდხანს გასტანა, გრძელვადიანი იყო, დიდი ალბათობით ასე იქნება ახლაც, ხანგრძლივი და ამიტომაც ჩვენ ვეცდებით ცხადია დღევანდელი ხდომის დაწყებამდე მივიღოთ ინფორმაცია, ვინ როგორ უყურებს დღევანდელ ხდომას, მათ შორის კრიტერიუმებს და საბოლოო ჯამში რა მოლოდინი აქვთ მათ შორის სინოდის წევრებს გარეთ ჩარევებთან დაკავშირებით. ჩვენ ცხადია მთელი დღე ვიმუშავებთ საპატრიარქოსთან, დავაკვირდებით მოვლენებს და ალბათ დღის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გვექნება პასუხი კითხვაზე, ვის ექნება სურვილი, რომ გახდეს ქართული ეკლესიის წინამძღოლი. მადლობა მერაბ, დაგემშვიდობებით. მერაბ პაპაშვილი პალტრანიუსის საუბრობდა საპატრიარქოდან პირდაპირ ეთერში წმინდა სინოდის სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით. ახლა კი ნიუსრუმი და ჩვენი პირველი სტუმარი პარტია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიგი და მადლობა რომ მოგესალმებით. მადლობა თქვენ. ბატონ გიგი, აი 1 საათზე ნაკლები დრო რჩება წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე, სადაც პატრიარქობის 3 კანდიდატი გამოვლინდება. წმინდა სინოდი ასევე დაადგენს დღევანდელ სხდომაზე სწორედ გაფართოებული კრების ჩატარების თარიღს, ხოლო პატრიარქ
პატრიარქის არჩევა აღსაყდრების პროცესი საბოლოო ჯამში არსებული ინფორმაციით 10-15 მაისისთვის იქნება დასრულებული, ანუ სადღაც მაისის შუა რიცხვებში საქართველოს ეკლესიას უკვე ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. როგორ ფიქრობთ, როგორ ჩაივლის დღევანდელი დღე? მარტივად მოახერხებს სინოდი თქვენი აზრით კანდიდატებზე შერჩევას, თუ ეს საკმაოდ გაჭირდება და რაც მთავარია, რამდენად შეძლებს თქვენი აზრით ეკლესია პატრიარქად აირჩიოს ის, ვინც თავად სურს და არა ის, ვისაც შესაძლოა გარედან ლობირებდნენ. უთუოდ ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის დღეს არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ ვფიქრობ მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხო? პრაქტიკულად ვიტყოდი, რომ 10 წლეულების განმავლობაში სანამ პატრიარქი იყო მოწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ეს ინსტიტუტი იყო ყველაზე ალბათ მაღალი დობით მოსარგებლე და შესაბამისად ამას აქვს ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, მხარე. ერთი ეს არის, რომ დადებითი და პოზიტიური ყოველთვის შეუძლია ეკლესიამ ითამაშოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადამიანების, ასე ვთქვათ, განწყობაზე, მათ ყოველდღიურობაზე და ზოგადად იმ ოპტიმიზმზე თუ მხარდაჭერაზე, რომელიც ხალხს ჭირდება. მეორე მხრივ, ეს ასეთი ავტორიტეტი ქვეყანაში ყოველთვის მეორე მხარესაც, ასე ვთქვათ, აჩენს, მაგალითად იგივე, ვთქვათ, გამოყენება ამ ინსტიტუტის არასათანადოდ, ასე ვთქვათ, თუ ამის საშუალებას აძლევს თავად ეკლესია და საპატრიარქო და იგივე მაგალითად რუსეთის მხრიდან, ხო, ეს ყოველთვის შეიძლება გახდეს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი, არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში, სადაც რუსეთი ამ მიმართულებით ოპერირებს. აი ძალიან ძლიერი გუნდი დაგტოვა პატრიარქმა წყვილს. ერთად მიპასუხე ბატონ გიგი, იმიტომ რომ აი თემატურია, რომ ასე ვთქვათ, მაყურებლებს გავაცნო და თქვენც მინდა გითხრათ მღვდელმთავრების განცხადებები, რომლებიც აი სწორედ ამ კვირების განმავლობაში გვესმოდა, ძალიან ძლიერი გუნდი დაგტოვა პატრიარქმა, წყვილს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ეს ყველამ კარგად გაითვალისწინოთ, პატრიარქს ჩვენით ავირჩევთ გარედან დანიშნული არ გვეყოლებაო, მაგალითად ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა გააკეთა რამდენიმე დღის წინ ეს განცხადება, ისე როგორც ილია მეორის გარდაცვალებიდან მოყოლებული ფაქტობრივად ის ყველა ქადაგებაში აფრთხილებდა გარეთ ძალებს, რომ არ ქონდათ ეკლესიის საქმეებში ჩარევის. ზოგადად აბსოლუტურად ყველა გვერიდოს ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავერთ, ხო ესეც მისი განცხადებიდან. აი როგორ ვიგოთ, ვის გულისხმობდა და ვისკენ იყო მეუფე იაკობის ამ შემთხვევაში მეუფე იაკობის მესიჯები მიმართული და რატომ დასჭირდა მას ამ ტიპის განცხადებების მე ამ შემთხვევაში უფრო რაღაცა შორს წავედი, ხო, როცა საფრთხეებზე ვისაუბრე, რაც შეიძლება ეკლესიას დაემუქროს. თქვათ არასწორი განწყობილების შემთხვევაში, მაგრამ ნუ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ სხვა ქვეყნებთან თუ არ მივაქვს, თავად ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლება ცდილობს და დღეს არის საუბარი, ხო, ქართული ოცნების ხელისუფლებაზე ეს კარგი მაგალითია, რომ რაღაცა ინსტიტუტები კონდეს მისაკუთრებული, კონდეს ყველგან ძალიან დიდი გავლენა და ამ ცდილობებს ვხედავთ მუდმივად, ზოგჯერ წარმატებლად, ზოგჯერ წარუმატებლად. ასევე ამ წლეულების განმავლობაში, იმ პერიოდის განმავლობაში, რამდენი ხანით ისინი არიან ხელისუფლებაში, საქართველოში, რომ ეს სულ არის, ხო, რაღაც სხვა ფორმები დაახლოების, ზოგჯერ ძალიან არასასიამოვნო სკანდალების და ასე შემდეგ. ახლა მე შორს ვარ იმაზეც გარო, რომელიმე ხელისუფლება ქვეყანაში ამ მანამდე ამ მერეც ეცდება, რომ ეკლესიასთან და საპატრიარქოს გქონდეს ცუდი ურთიერთობა. ასეთი სურვილები არ არის, მაგრამ ერთი არის ურთიერთობა, მეორე არის თქვათ რაღაცნაირად გავლენების ძალიან გაზრდის ცდილობა. ერთი რაც მინდა ვთქვა, ახლა რაც ეხმიანება თქვენს აი მეუფეს განცხადებას, ხო? პატრიარქის მემკვიდრეობა თუ რაიმე არის ეს მნიშვნელოვანი გარდა იმ თქვათ ახლა კანონიკური საკითხების თავად საპატრიარქოში არსებული წესების ურთიერთობების გავლენებსაც ბევრი რამის არის ის რომ მან ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ ასევე მეორე ძალიან მისი პატრიარქობის პერიოდში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა რომელშიც საბედნიეროდ მეც ვიყავი ამის მონაწილე, ხო? და მასთან ერთად მუშაობდი წლები. ეს კონკორდები. ეს არის სახელმწიფოს და ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმება. ამიტომ
როცა რაღაცა დანატოვარზე საუბრობთ ამ პერსეფციებზე და ასე შემდეგ, ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკლესიას და სახელმწიფოს აქვს განსაზღვრული თავიანთი უფლებამოსილებები. და ეს დღე ძალიან კარგად უნდა გამოჩნდეს ასევე აი ამ პროცესში, რომელიც მიმდინარეობს პატრიარქობის კანდიდატების შერჩევა. დღეს იქნება ხო 3 კანდიდატი, არ ვიცი, შეიძლება მეტიც იყოს იქ ну, 3 უნდა იყოს ხო, მაგრამ განხილვები შეიძლება მეცეც იყოს. ბეტონო, თუმცა 3 უნდა გამოვლინდეს საბოლოო ჯამში. და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, გამოცდა იქნება ესეც. იმიტომ რომ ეს ავტორიტეტი არ გამქრალა ადამიანებს, ვიცი, ამ პერიოდის განმავლობაში წმენა, მე ვფიქრობ, საქართველოში გაძლიერებული აქვს, მით უმეტეს ამ გარკვეული პესიმიზმისა და სირთულეების პირობებში კიდევ უფრო მეტად მიმართავენ უფალს და დახმარებას და ასე შემდეგ თხოვენ. აქედან გამომდინარე, ამ ინსტიტუტის მიმართ, ეკლესიის მიმართ ყოველთვის იქნება ძალიან დიდი ინტერესი და მისი ავტორიტეტის დარწმუნებული ვარ, ჯერჯერობით იმედით შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ თუ ეს პროცესი დაზიანდა, რაღაცნაირად ჩვენ დავენახეთ, რომ არის ჩარევებია, შემდეგ იქნა განცხადებები რაღაც კონკრეტულ, ასე ვთქვათ, ამბებზე, კონკრეტულ ადამიანებზე, ხელისუფლების წარმომადგენლებზე და თუ შიდა არასწორ პროცესზე, არასწორად წასვლა ამ პროცესს იქნება ასევე რაღაც ძალიან დამაზიანებელი მომავალშიც და მე მინდა რომ ეს ასე არ მოხდეს. რუსეთი ახსენეთ და ამაზე მინდა ჩაგეკითხოთ, იმიტომ რომ ბევრი სხვაც ფიქრობს, პოლიტიკოსი იქნება ეს თუ ექსპერტი, რომ თემით ვინ იქნება საქართველოს ახალი პატრიარქი, არა მხოლოდ თქვათ საქართველოს ხელისუფლება და ქართული პოლიტიკა, არამედ რუსეთიცაა დაინტერესებული, მეტიც ცალკეული ექსპერტის პოზიცია, რომ ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, საერთოდ გამორიცხულია ეკლესიის პოლიტიკისგან გათავისუფლება. აი თქვენ ამ ჭრილში რას ფიქრობთ? ეს გითხარით და თუ კი გარკვეულწილად ამ მოსაზრებას იზიარებთ, მაშინ იქნება ახსნათ რა უშლის ხელს იმას, რომ ეკლესია პოლიტიკური გავლენებისგან იყოს აბსოლუტურად თავისუფალი. ხო, აქ ბევრი ფაქტორია, სრული დამოუკიდებლობა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვაქვს თუ კანონი არის საფუძველი, კანონი გვაქვს, ხო? კანონმდებლობა ამის გვაქვს და ეკლესიას აქვს ნამდვილად საშუალება დამოუკიდებელი ოპერირების მთელი რიგი მიმართულებები რაშიც გამორიცხულია რომ სახელმწიფოსთან არის თანამშრომლობს ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, მაგრამ სამომავლოდ შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, მიდგომები და ფინანსების წესი და სხვა, მაგრამ ეს თანამშრომლობა უნდა არსებობდეს. ოღონდ ეს არ ნიშნავს კიდევ ერთხელ ვამბობ ვიღაცის გავლენის ქვეშ მოპოვებას. რაც შეეხება რუსეთს, ხა ეს ხო დამალული და დაფარული არ არის, ხო? რუსეთის ეკლესია არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული პრაქტიკულად ესეთი ზოგი ამას ატარებს როგორც რაღაცა ნაწილსაც ხო კრემლის და ჩვენ გვინახავს კრიტიკულ თუ არაკრიტიკულ ვითარებებში ეს უკრაინის ომს დაუკავშირდა სხვა ტიპის აგრესიას საქართველოსთან მიმართებაში ოკუპაციას თუ სხვა ჩვენ და საერთოდ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიას მის დამოუკიდებლობას ჩვენ ყოველთვის ვხედავთ რუსეთისგან იგივე ექსპანსიურ დამოუკიდებლობას რაც აქვს თავად ხელისუფლებას ხო პუტინს და კრემლს და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ვრცელდება მონებრივია იქ ეკლესიაზეც რომელიც იქცა განუყოფან ნაწილად მთელი ამ ისტაბლიშმენტის და აქედან გამომდინარე მათ სრული რა თქმა უნდა იქნება ჩვენ ამ ჰიბრიდულ ომზე ვსაუბრობთ ეს ხო არ არის რაღაცა ესეთი განყენებული ეფემერული მოვლენა ჩვენ ამას ყოველდღიურად ვხედავთ აგერ წლების განმავლობაში ეს რუსეთის ოპერირების მოდელია იქ სადაც ის არისვრის ის სხვანაირად მოქმედებს ფულით, იდეოლოგიით, თავისი მხარდამჭერების პოლიტიკური პარტიების თუ სხვა ინსტიტუტების წახალისებით, არასამთავრობო სექტორის აგენტური და ასე შემდეგ, ბევრი რამ არის. ამიტომ არის რა აქაც სიახლოვე გარკვეულწილად მე არ მინდა ხა ჩამოასახელო ამ ესე თქვა სენსიტიურ მომენტში კონკრეტული ადამიანები, ვისაც განსაკუთრებული სიახლოვე აქვს რუსეთის საპატრიარქოსთან, ადრე თუ დღესაც და ასე შემდეგ. ამიტომ ეს საფრთხები არსებობს. ეს საფრთხები არსებობს და ეს ადამიანები, ვისაც აქვს კიდევ პერსპექტივა იმისა, რომ საქართველოს ეკლესიის
თავარი პერსონები იყვნენ, ხო, ჯერ საფისარო მომავალ პატრიარქზე, ისინი ამას უნდა გზნობდნენ და ამ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას უნდა გზნობდნენ. განსაკუთრებით ილე მეორის შემდეგ. თავს ქართული ეკლესია შეარსებულ გამოწვევას დაველოდოთ რა გადაწყვეტილებამდე მივა წმინდა სინოდი და ვინ იქნება ვთქვათ პატრიარქობის ის სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ საქართველოს ეკლესიის ხელმძღვანელობა დაევალება, იქამდე კი წმინდა წყლის პოლიტიკურ საკითხებსაც უნდა გადავხედოთ. პირველ რიგში კი ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება პაվել ჰერჩინსკი იცით რომ გუშინ იმყოფებოდა ავლაბარში პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში, სადაც რამდენიმე კვირის წინ გადავიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული ნაწილი. ევროკავშირის ელჩს პირადად მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა და როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოვისმინეთ პაվել ჰერჩინსკისგან შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები ძირს უთხრის ნდობას მხარეებს შორის და აზიანებს საქართველოს ევროკავშირის პარტნიორობას. ევროკავშირის ელჩი დადანაშაულებულია საზოგადოების პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგის წახალისებაში. აი კიდევ ერთხელ ვინ უთხრის ძირს საქართველოს ბრიუსელის ურთიერთობას და მეორე მხრივ რამდენად შეიძლება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ევროკავშირის ელჩის განცხადება შეფასდეს როგორც მხარდაჭერა სწორედ რადიკალური დღის წესრიგის. ეხლა რაც გუშინ მოვისმინეთ ჩვენ ამ ფაქტის შემდეგ, ხო? ჯერ თვითონ ფაქტზე რომ ვისაუბროთ, უკიდურესად ნეგატიური ამბავია, როდესაც ქვეყანა, რომელსაც განცხადებული აქვს ყოველ შემთხვევაში და ეს კონსტიტუციაში უწერა, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ევროინტეგრაციას ხელი შეუწყოს, არ ამგონია, რომ ამ მოქმედების, ასე ვთქვათ, პაკეტში, მოქმედებების რაღაც ჩამონათვალში ელჩების დაბარება იყოს და რაღაცა დემარშები და ასე შემდეგ, ხო? თავარი ამბა და ეს ყველაფერი არის პროპაგანდისტული ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ უსმენთ თელეაფრის განმავლობაში, რომ ის რომ საქართველოს ასეთი კრიტიკის ქარცეცხლშია, ის რომ საქართველოს ასეთ ნეგატიურ ნაწილში, ის რომ საქართველოს ხსენება არ არის 100-დან შეიძლება ერთმა ახსენოს მნიშვნელოვანმა ლიდერმა გამოსვლაში, ან თუ ხსენება არის მხოლოდ ნეგატიურია, გამომდინარეობს იმ ნაბიჯებიდან და იმ პოლიტიკიდან, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება ახორციელებს ამ მიმართულებით. ხო, ახლა გუშინ იმასაც უსმენდით, გუშინ კი არა, ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გუშინ, რომ როდის იყო, რომ საქართველოს დღევანდელმა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებამ არსებულმა გამოაცხადა შეჩერება ევროინტეგრაციის პროცესის. ხო, ნუ ახლა ეს როგორი რაღაცაა, იცით მე მესმის ეს პროპაგანდა ბრიუსელისთვის საქართველოს ხელისუფლებას დიალოგზე უარი არ უთქვამს და თავად ევროკავშირს აქვს საქართველოსთან. ხო, მაგრამ რაც ეთქვა უარი უყურეთ, ეს ხო პროცესი არის, ხო? და იმ განცხადებაში, რომელიც ჰერჩინსკიმ და მე თლიანად ევროკავშირის მისიის სახელით გაკეთდა და ეს არის პოზიცია დღეს ბრიუსელის, რომ არსებობს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა არის, ჩვენი ქვეყანა მოიაზრება როგორც მომავალში ბუნებრივია ევროკავშირის და დიდი ოჯახის წევრად, არსებობს კონკრეტული პირობები, რეკომენდაციები, მარტივად ვამბობ და არავის ეს ძალით პროცესი არ არის. ეს ხო არ არის პროცესი, როდესაც შენ ვიღაცამ უნდა უკაცრავო და შეგათრიოს სადმე. ეს ჩვენი სურვილია, ეს ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ამბავია, ეს კონსტიტუციაში ჩამოყალიბებულია და თუ შენ აქეთ მიდიხარ და დიდი ზარზეიმით დაწყებული ახლა შალახოს ამბავი გვახსოვს, ხო? ფონზე მოწერილი ხელშეკრულებები, ამის შემდეგ მუდმივად რაღაცა დიდი იმის მოწყობა, ხო გახსოვთ თქვენ და საზოგადოებასაც ახსოვს? როგორი ზეიმი იყო, კანდიდატის სტატუსი და ასე შემდეგ, ხო, რომელიც ასევე ავანსად იყო მიღებული და ამის შემდეგ ჩვენ ვაკეთებდით სხვათა შორის არაერთხელ თქვენ განცხადებაში სკეპსისი გქონდა ძალიან დიდი. კი ბატონო, გვინდას კანდიდატობა, გვინდა ყველაფერი, მაგრამ ცუდი, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების მიღების ხელში ეს უარესად შემოგვიბრუნდება და ზუსტად ასე შემოგვიბრუნდა დღეს. ხო, შემოგვიბრუნდა იქით, რომ საქართველოს ჩამოცილდა, ასე ვთქვათ, იმ წინახას საერთოდ ვიზა ლიბერალიზაციაზე ლაპარაკი საერთოდ შეჩერებული და ჩვენ ხო მოვისმინეთ ქართული ოცნების პრემიერის განცხადება, ხო? და აბა რამ გამოიყვანა ხალხი ქუჩაში, აბა რატო არის ესეთი ამბავი, რატო იყო პროტესტი და ასე შემდეგ, ხო? ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ესე იგი აღმძრავი მექანიზმი ადამიანებისთვის, რომ პროტესტი გამოეხატა და ეს ყველაფერი არის ტყვილი და ანუ ბრიუსელმა გააჩერა. ბრიუსელი
და ჯერთი ეს ხო საერთოდ მეორე უბედურება რომ ბრიუსელს და მოსკოვს რო ერთმანეთს ადარებენ ხო აი წარმოგიდგენ რაღაცა პროპაგანდისტული ის არსებობს ხუთი მე ეს კარგად მესმის და ეს შეიძლება საუკუნეების გამოცდილი ამბავია რომ რაც უფრო მეტ შეედავები მეტ ტყუილსაც ეთქვი და რა შეიძლება ხალხმა უფრო დაიჯეროს მაგრამ აქ ეს პროცესი ძალიან მკაფიოა ძალიან ნათელია ძალიან გამჭვირვალეა ყველა აი ქრონოლოგიურად რო დავიწყოთ და განცხადებები ვნახოთ როგორი განცხადებები კეთება ამ წლების განმავლობაში მოწოდება თხოვნა დაზოგვა არა ეხლა არა აბა იქნება ეს გააკეთოთ ყველაფერზე უარი შემდეგ იქით შედავება ბრძოლა და ბოლოს თავდება ასეთი რაღაცები ეხლა ისელჩები რომელიც მართლა აკეთებენ მიუღებელ განცხადებებს და ემუქრებიან ისინი არ დაუბარებიან და არ ყოფილა ერთი ამბავი და ეხლა როდესაც ცივილიზებულ ხალხთან აქვს საქმე ამათთან დიდგულები არიან ძალიან ეს არის ყველაფერი თქვენ თავად ახსენეთ რომ საზოგადოებაზე გარკვეულ გავლენას ახდენს ამ ტიპის მესიჯები და აი ზუსტად ამ კუთხით მინდა ახლა ჩაგიკითხოთ მითბრო რომ შეფასებები ქართული ოცნების პოლიტიკასა და ნაბიჯებზე უკვე მოვისმინეთ აი ახლა მინდა კითხოთ სწორედ ის რას აკეთებთ ოპოზიციაში იმისთვის რომ აი ქართული ოცნების ეს და ამ ტიპის მესიჯები საზოგადოებისთვის დამაჯერებელი არ იყოს იჯერებს თუ არა მართლაც თუ დიდი ნაწილი არა გარკვეული ნაწილი მაინც მოქალაქეების იმას რაც მუდმივად ესმის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და მაშინ რითი უპირისპირდებით ოცნების მიერ გამოცხადებულ აი ამ საინფორმაციო ომს. კი ბატონო მე ვაპასუხებ ამ შეკითხვას მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ეს დავაზუსტო რომ იმ პირობებში როდესაც საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები რომელსაც ჩვენ ბუნებრივია უკიდურესად სოლიდარულები ვართ როდესაც ამგვარი ვთქვათ სურვილია რომ რეპრესიულმა კანონმდებლობამ რაღაცნაირად მიაჩუმოს ყველა თავისუფალი მედიაც არასამთავრობო სექტორიც ოპონენტებიც და ასე შემდეგ და ზოგადად აი ეს არის დღეს სამწუხაროდ ის ეტიკეტი რომელიც ჩვენ ქვეყანას მიარტყა ამ დღევანდელმა ხელისუფლებამ რომ ეს არის დემოკრატიული ძირის გამოთხრა დემოკრატიის უკუსვლა სულ არის ამაზე საუბარი მუდმივი მოწოდებები და სხვადასხვა რა თქმა უნდა ამ პირობებში წარმოუდგენელია რაიმე წინსვლაზე იყოს საუბარი და ეს ხალხი იმის მაგივრად რომ ამაზე ლაპარაკობდეს იქით ედავებიან იქით ასე ვთქვათ ეჭხუბებიან და იქით ილანძღებიან და ზუსტად იმეორებენ პრაქტიკულად უმეტეს შემთხვევაში დაახლოებით იგივე ხაზზე არიან რაზეც არიან რუსეთის კრემლის პროპაგანდისტები და ეხლა ამასთან შეგუება არის წარმოუდგენელი. ბატონ გიგი უკვე იმასთან რითი უპირისპირდებით ქართული ოცნების ხელწერას მაგალითად გუშინ თქვენივე ალიანსის ოპოზიციურ ალიანსს გულისხმობ ერთ-ერთი ლიდერის პატიმრობაში მყოფნიკა მელიას წერილი გამოვიდა და გავრცელდა ციხიდან რომელშიც მელია ასეთ რამეს ამბობს ჩემთვის გამოუცნობია როგორ ხერხდება რომ ამბიციური პოლიტიკოსები წელიწადში 10 ჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში ეს მიდგომაც მთლიანად შესაძლებელია სწორია 10 ჯერ ზუგდიდში საკმარისია ერთხელ ბრიუსელშიო ამბობს მელია აი მართლაც ბოლოს როდის იყავით და პერსონალურად თქვენ არ გულისხმობთ ზოგადად ოპოზიციურ პარტიებს გულისხმობ ზუგდიდი იქნება ეს თუ საქართველოს სხვა ქალაქები მაშინ როცა ძალიან აქტიურად დადიხართ მართლაც უცხოეთში არის თუ არა ეს შენიშვნა გასაზიარებელი და სწორი და მაშინ როდის აპირებთ ოპოზიციური ძალები ხალხთან მუშაობის დაწყებას აქამდეც რომ კი ბატონო მე ეს კარგად მესმის რომ მთელი წინაკვირა იყო ძალიან უსიამოვნო ამ გარკვეული გადაძახილები პასუხები და ასე შემდეგ მე არ გავარჩევ ახლა ამას იმიტომ რომ რამდენჯერმე მომიწია ამაზე კომენტარის გაკეთება მე უბრალოდ მინდა ვთქვა რომ ეს არის პროცესი საკმაოდ რთული პროცესი ალიანსის ფორმირების მე არც ის მიმაჩნია სწორად რომ მუდმივად რაღაცა საკუთარ მხარდამჭერებთან ან ეგრეთ წოდებულ ბაბლთან რაღაცა ის ხდება რევერანსები ვიცით რა ჩვენ კი ერთმანეთი არ გვიყვარს რაღაცა წინა პერიოდში ერთმანეთს ყველა მისის ახლა რა იყო და ამის შეხსენება მუდმივად არ ჭირდება რომ რაღაცა იძულებით ხდება ეს გასაგებია რომ ეს საჭიროება არის და პოლიტიკა სწორედ ამაშია რომ და პოლიტიკოსის გამჭრიახობაც ამაში უნდა იყოს და საზოგადოების მოთხოვნასთან პასუხი რომ ის ნაბიჯი გადადგას რაც იმ დროს სწორად მიაჩნია და არა მუდმივად რაღაცნაირად ერთ და იგივე თუ შეცდომა იმას აკეთებდეს ხო ამიტომ ეს ალიანსი შეიქმნა სწორედ ამის გამო რომ ჩვენ საზოგადოების მოთხოვნა იყო და პრაქტიკულადაც პრაგმატულადაც სწორია არაერთხელ გვითქვამს რომ დაბნეული გაბნეული ოპოზიცია ასეთი რეპრესიების პირობებში მით უმეტეს გინდა ფინანსური აიღეთ გინდა პოლიტიკური და გინდა ის რომ რაღაც
გაუგებარ სამუშაო პროცესში არ მონაწილეობის გამო ხო ჩემი კოლეგები მეგობრები საპატიმროში აღმოჩნდნენ და ეხლა ნიკამელია იქნება ეს იქნება ელინე ხოშტარია იქნება მზია მაღლობელი თუ მიხეილ სააკაშვილი თუ ნებისმიერი ის ვინც დღეს და კიდე ბევრი სხვა ხო იქ ანდრო ჭიჭინა და ნუ დიდი ჯგუფია დღეს სამწუხაროდ საუბედუროდ ადამიანების ვინც დღეს საპატიმროშია სწორედ პოლიტიკური მოტივებით და პოლიტიკა არის ამ შემთხვევაში და პოლიტიკური შურისძიება არის მთავარი ხო ამიტომ ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა სხვანაბიჯი არ იყო რომ შენ თუ გაქვს პრეტენზია იმაზე რაღაცა ტიპის ალტერნატივა ხარ ან გინდა იქცე ასეთ ალტერნატივად რომ შეგიძლია ქვეყანა ქაოსში არ ჩაძირო და მართო როდესაც ამის საშუალება იქნება რომ მიაღწიო თავისუფალ არჩევნებს რომ ეს ადამიანები აღარ იყვნენ საპატიმროში რომ თქვენ და ბევრს მედიას შეეძლოს თავისუფლად იოპერიროს ეს არის სწორად თუ ამას გინდა მიაღწიო და არჩევნებში რაღაცა შედეგი ანახო და გაიმარჯვო მაშინ უნდა ძალების კონსოლიდაცია მოახდინო ეს ჩვეულებრივი ამბავია ეს პროცესი დაიწყო ეს პროცესი დავიწყეთ და მარტივი არ არის მე მესმის რომ ამას გარკვეული დრო ჭირდება იმისათვის რომ აი ამ ზოგისთვის შერიგების შეთანხმების ერთმაგილმაზე დაждობის მე არ მინდა ეხა პერსონიფიცირებას არ გავაკეთებ მე მიმაჩნია რომ ძალებს ერთმანეთი არ უნდა გელანძღათ მაშინ რატომ ხედავთ ისე ხო ნუ ვიღაცისთვის ლანძღვა ვიღაცისთვის კრიტიკა ვიღაცა ძალიან მწვავედ იღებს შენიშვნას ახლა მე მაგალითად მართალს ვამბობ რომ ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ მივაქცევდი ბევრ ამის ყურადღებას მაგრამ ყველა ის ადამიანი მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ღია შეიძლება ზოგიერთ რაღაცას არ მიაქციო ყურადღება მაგრამ რასაც მივაქციეთ ყურადღება ზოგიერთ რაღაცას არ მივაქცევდი მე პირადად არ მივაქცევდი და ჩემი აზრით ბევრმა იცის მაგრამ იქ სადაც რაღაც აუცილებლად შესახსენებელია მაინც რომ კი ბატონო კრიტიკა ახლა მოდით ასე ვთქვათ ახლა ყველა შეგვიძლია განსაკუთრებით იმ ხალხს ვინც დიდი ხანია ვართ პოლიტიკაში და სხვებსაც ვინც ახლები არიან მეორე მხარეს სულ რაღაცა ედაო რაღაცა გაიხსენო რაღაცა წამოიღო ზედაპირზე ამოიტანო მე ამას პოლემიკა მე ძალიან ბევრი რამის თქმა შემიძლია მაგრამ არის ამის მომენტი და დღეს არ თქვი რომ ეს არის თავარი ამბავი და მეორეც მე ვიქნები თუ სხვა იქნება არ აქვს ამას მნიშვნელობა რა თქმა უნდა ის რომ საპატიმროში ყოფი ადამიანების მიმართ ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება ეს კი მაგრამ ყველა უნდა შევეცადოთ რომ ფორმა მოუძებნოთ ამისი კითხვის ფორმაც კრიტიკის ფორმაც შეგონების ფორმაც რაღაცის ასე ვთქვათ რეკომენდაციის ფორმაც ეს არ უნდა იყოს არავისთვის არ დამამცირებელი არ უნდა აღიქოს ვიღაცა რომ ბაზე პერსონალური თავდასხმა აი ამ საზღვრებს მე ვფიქრობ რომ ეს პროცესი დალაგდება მე კიდევ ერთხელ გეუბნები ხომ არ ელოდებით რომ ახლად შექმნილი ერთობის რღვევის პროცესი დაიწყება ხოდა თქვენ მაინც ოპტიმისტურად ხართ უფრო განწყობილი გააქვთ იმედი რომ ერთობა გადარჩება და შენარჩუნდება შანსი არ მაქვს და ოპტიმისტურად იმიტომ რომ ვხედავ შიგნით აი ამ ფიგურანტებს შორის მაქსიმალურად ცდელობას იმისა რომ რაღაცა მერე შერბილდეს თუ გამწავდება და ასე შემდეგ რაც შეეხება ჩემი მეგობრის ნიკამელიას განცხადებას ამას სააკაშვილიც გაგდა დღეს ყველა ლაპარაკობს და ჩვენ თვითონ ლაპარაკობთ ამას რომ მარტო ის რომ შენ რაღაცა შექმენი რაღაცა ინსტიტუციური შეკარე ფორმა მიეცი ამას და ალიანსია ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს პირველი მოთხოვნის პასუხია კი ბატონო რაღაცა შეიქმნა მაგრამ ახლა ჭირდება აქტივობა ეს აქტივობა როგორ განხორციელდეს იმ პერიოდში როდესაც კიდევ ერთხელ ვამბობ არის რეპრესიული გარემო როცა არის რესურსების სიმწირე როცა არის ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი აი ამაზე ახლა მთელი გეგმებია აგერ 26 მაისს გამოცხადებულია მართლაც რომ მაქსიმალურად მობილიზება მოხდეს იმისათვის რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გააგონოს კიდევ დღეს ქართულ ოცნებას ხმა რომ ასე არ შეიძლება რომ ბევრი რამ შესაძლებელია ქვეყანაში მე დავასრულებ და მე მეცაც გეტყვით ვიღაცა ბრიუსელშიც უნდა იყოს აბა სხვანაირად არ მოფრინდება არაფერი და ჩვენ ინტეგრაცია და ეს კონსტიტუციური დავალებაა ჩვენი ვიღაც უნდა იყოს ხალხშიც ვიღაცა უნდა იყოს ბუნებრივია რეგიონშიც ვიღაცა ბრიუსელში ეს უნდა გაიყოს ეს მოდის ვიხდი რა მოდის მყოფმა კიდევ
ერთმა ოპოზიციონერმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა დაგისვათ ალიანსის წარმომადგენლებს ასეთი კითხვა. 10 მაისიდან რომ იწყებთ მოსახლეობასთან გასვლას, დედაქალაქის მცხოვრებლები ყავს მას მხედველობაში და დედაქალაქის მაცხოვრებლებზეა საუბარი. 9-ში რას აკეთებთ? ამ კითხვაზე რას უპასუხებთ? ხო, ნუ 9-ში სხვა ამბებია. მაგალითისთვის გეტყვით, რომ დღეს ქუთაისში მიდის ალიანსის ერთი ნაწილი და იქ იქნება საჯარო შეხვედრაც, იქნება ხალხთან შეხვედრებიც, ქუჩაში გასვლა. ეხლა ეს იმდენად მინდა გითხრათ ბოდიშვიხტი, მაგრამ ბანალური ამბავია, რომ ხალხთან უნდა მიხვიდე. აბა რა არის? მე ვარ პოლიტიკაში 30 წელია დაახლოებით. აქედან სამჯერ ვიყარე მაჟორიტარად კენჭი. ერთხელ გავიმარჯვე დაწმინდაზე ოპოზიციაში. შემდეგ ვიყარე ქუთაისში, შემდეგ ვიყარე 4 რაიონში და ყველა როცა სიაშიც ვიყავი და არ ვიყავი მაჟორიტარი, დღე და ღამე ვიყავი გასული პროცესში. მე პირადად ამის ჩქუისწავლება არ მჭირდება, ნამდვილად ოღონდ ეს მართალია. ის ხალხი, ვინც ამას ამბობს, ვინც გარედან გვიყურებს და მე ვფიქრობ ამას ვიღებ როგორც უფრო კეთილი მსურველს უმეტესობისგან, რომ მათ უნდათ რომ ეს ეფექტურობა დაინახონ, ამას მარტო ეს ადამიანები კი არ გვეუბნებიან. ჩვეულებრივ ჩვენი ოჯახის წევრებიც გვეუბნებიან, ხალხიც გვეუბნებიან, ეხლა უნდათ დაინახონ შედეგი. და უნდა დაინახო რომ ეს ალიანსი არის ფუნქციონირებადი, მას შეუძლია ხალხთან ლაპარაკი და ხალხსაც ჭირდება ეს. ეს იქნება ნებისმიერ, ახლა ქუთაისში რომ მივიდეთ, ხო დღეს დარწმუნებული ვარ, საუბარი იქნება ისევ იმაზე, რაც მე რო ვიყრიდი ქუთაისში კენს 2016 წელს. იმ პერიოდის მოვლენები, წყალკანალის საკითხები, უმუშევრობის საკითხები, იცლება ქუთაისი მიგრაციის საკითხები და საერთოდ პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია დაკარგა მან და ბევრი სხვა თემა, ეს ყველაფერი ხალხში იგივე აი ბავშვებთან დაკავშირებით. კი, ჩვენი მეორე სტუმარი უკვე. კი, დუშენის სინდრომის თელი ამბავი რო არის, ხო? აი ამის განზოგადება უნდა მოხდეს. რატო ხდება ის, რომ სადღაც უყურადღებობა, ვითომ სახსრები არ ყოფნის ამ დროს კორუფციის ძალიან მაღალი დონეა და მილიონები იქრება 1000 პროექტიდან. ამიტომ ეს მე კარგად მესმის, ეს არის სწორი, ეს ჩვენ კარგად ვიცით. და ეხლა ყველა თითოეული ჩვენთაგანი ალიანსის წევრის პასუხისმგებლობა მაქსიმალურად ეს შევინარჩუნოთ. ეხლა თეორიულად ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არ გვინდა რომ ისაცე მოხდეს და ის ალტერნატივა დაინახოს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად. ახალი სახეები, სხვაც ხალხთან ახლოს ყოფნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას ვეთანხმებით. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიგი იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი. დღეს დაგემშვიდობებით, გიგი წერეთელი პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა რეკლამის შემდეგ თაზო დათუნაშვილი შემოგვერთება, ასე რომ დაგვაერთეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, ლელო ძლიერ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი შემოგვერთა. გამარჯობა ბატონ თაზო და მადლობა რომ გვასწავლეთ. მოგესალმებით ქალბატონო, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ბატონ თაზო, მთელი საზოგადოების ყურადღება ახლა სამღვდელოებისკენაა მიმართული, დიდი ინტერესით ველოდებით წმინდა სინოდის სხდომას და იმ სამი სახელის და გვარის გამოცხადებას, დასახელებას, რომლებიც პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან და ეს ინტერესი არსებობს მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაში არჩევნებს წესით არ უნდა ახლდეს ისეთი ნებათა ღელვა, როგორცაც მიჩვეული ვართ პოლიტიკური არჩევნებისას. აი რით ხსნით ასეთ ინტერესს არსებულ აჟიოტაჟს, იმიტომ რომ ეს აჟიოტაჟი და ნებათა ღელვა უკვირთ სხვათა შორის თავად სასულიერო პირებს და აქვე კიდევ ერთი ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი აი მუდმივი ეჭვი ახლავს იმის თაობაზე, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინტერესი და სურვილია ასე ვთქვათ, გავლენა ჰქონდეს იმ ერთადერთ ინსტიტუტზეც, რომელსაც აქამდე ასე ვთქვათ ვერ აკონტროლებდა. აი თქვენ რას ფიქრობთ, რა სურს ქართულ ოცნებას, როცა საქმე ეხება საქართველოს ეკლესიას? მოგესალმებით კიდევ ერთხელ მე ვსაუბრობ ჩვენს მაყურებელს. საქართველოს დამოკიდებული საქართველოს ისტორიაში პირველი არჩევნებია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში. შესაბამისად ეს ინტერესი გასაკვირი არ არის ჩვენი საზოგადოების, იმ საზოგადოების, რომელიც აბსოლუტური უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. შესაბამისად ეს ინტერესი ჩემთვის აბსოლუტურად ბუნებრივი არის, გამომდინარე მისი ამ მოვლენის უნიკალურობისა და პირველობისა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს წმინდა სინოდი მოახერხებს ამას და ყველანაირი გარეჩარევის გარეშე, შვიდ გარემოში
შეასრულებს თავის მოვალეობას და აირჩევს საქართველოს ახალ პატრიარქს, ჩვენს სულიერ წყემს. აგრეთვე ზუსტად ესეა დარწმუნებული, რომ სახელმწიფო არ დააკლებს ჩვენი მოქმედი ხელისუფლება არ დააკლებს მცდელობებს, რომ რაიმე ფორმის გავლენა იქონიოს ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრად უფრო ღმერთმჯერა სიმტკიცისა და სემპარის ქართული ეკლესიის და იმისი, რომ 7 გარემოში აირჩევს საქართველოს პატრიარქს. ამის მეტი კომენტარს ამ თემაზე მე ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ართული რომ სწორია პოლიტიკოსების მხრიდან მეტი საუბარი ამაზე. ხო, თუმცა მაინც უნდა ჩაგეკითხოთ, იმიტომ რომ არაერთი სასულიერო პირისგან მოვისმინეთ გასული კვირების განმავლობაში პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ განცხადებები, რომელიც იქცევს ყურადღებას, აი მაგალითად ასეთი ესე ვთქვათ მესიჯი, თავარია სინოდი ძლიერად ვიყოთ, არავის აქვს უფლება პატრიარქის არჩევნებში ჩაერიოს, გარედან მკითხაობა ზედმეტია, გგონიათ ვინმეს ჩავრევთ გადაწყვეტილებაში, გამორიცხულია სასულიერო პირებს, თანადგომას ვეუბნებით, თუ ვინმეს გარედან შეწუხება დაუწყეს, მითხრან და არავის დავინდობ. ეს აი მხოლოდ რამდენიმე ამონარიდი, ასე ვთქვათ, იმ განცხადებები და რაც სწორედ გასული კვირების განმავლობაში გვესმოდა. აი წინა სტუმარსაც ვკითხე და ახლა თქვენ გითხარით თქვენი პოზიცია, ვისკენ არის თქვენი აზრით მიმართული არაერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მხრიდან გაკეთებული განცხადება და მკაცრი ტონი, რომელიც მათი მხრიდან ისმის, მხოლოდ ქართული ოცნების თუ არა მხოლოდ? ვერ გეტყვით, ხალბატონო, ნება მიბოძეთ, რომ ჩემს პოზიციაზე დავრჩე და მეტი ამ საკითხის კომენტირება არ გავაკეთო, იმიტომ რომ შემდეგ უკვე განცხადებების კომენტირება მიწევს, არ ვუძნობ თავს კომფორტულად ამ საქმეში და არ ვთვლი, რომ ჩემი საქმეა. მაშინ კიდევ ერთი, რომელიც ახლა უშუალოდ პატრიარქის არჩევის პროცესს არ ეხება, ჩვენ მართლაც ძალიან მაგარი პატრიარქი გვყავდა, ილია მეორე, რომელიც კრიზისების დროს ყოველთვის ახერხებდა პოლიტიკური სპექტრის თუ საზოგადოების შერიგება, მურიგებას ბოლო წლებამდე, კი ბატონო, ვიდრე ფიზიკურად დაუძლურდებოდა. ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მდგენელი ამ ქვეყანაში და მართლაც აი მაშინ ახლა მოდით გითხარით იმაზე და ვისაუბროთ იმაზე, რა როლი შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, მათ შორის ახალ პატრიარქს, აი იმ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა განმუხტვაში, რომელიც განსაკუთრებით ბოლო წელიწად ნახევარია სახეზეა, კიდევ უფრო ადრე დაიწყო პოლიტიკური კრიზისის ნიშნები საქართველოში, თუმცა განსაკუთრებით გაძლიერდა სწორედ ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში. და სხვათა შორის ცალკეული მეუფის მხრიდან შექმნილ ვითარებასთან მიმართებაშიც გვესმის განცხადებები, ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ეკლესიასთან ერთად გადადგას ნაბიჯი, რათა ერი შერიგდეს, ეს არის ერთ-ერთი სასულიერო პირის პოზიცია. აი ეკლესიის რა განწყობა ჩანს ამ განცხადებაში? ეს განცხადება ნიშნავს თუ არა იმას, რომ თავად ეკლესია მზადა მედიატორის როლი შეასრულოს, ასე ვთქვათ, იმ პროცესში, რასაც ქვია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის რაღაცა ამოცანა და მესამე მხრივ რა შეიძლება გამოუვიდეს ეკლესიას, თუ კი ის მედიატორის ფუნქციას აიღებს საკუთარ თავზე? მე არ მიცემ ჩემ თავისუფლებას, რომ ეკლესიას ან მის რომელიმე წარმომადგენელს მეთუმეტეს მის წინამძღვარს მოუწოდო უთხოვო ან რაიმე ფორმით თქვა, რომ მისი ჩარევა პოლიტიკურ პროცესში არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მე ვარ ღრმად დარწმუნებული ჩემს პოზიციაში, რომ სეკულარიზმი არის მნიშვნელოვანი მოვლენა დემოკრატიულ ცხოვრებაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ამით არ ვუგულებელყოფ და ვერ დავფუჭავ თვალს იმ მნიშვნელოვან როლზე, რაც ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციაში აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. პატრიარქი ილია მეორე იყო განსაკუთრებული პიროვნება, პატრიარქი ილია მეორე იყო ის ადამიანი, რომელთან ერთადაც დაიბადა საქართველო, ახალი საქართველო დაიბადა, ეს შეგვიძლია ითქვას და მისი პიროვნული ტვირთი იყო ეს, ის ამ ტვირთს ზიდავდა და ის იყო ჩვენი საზოგადოების უახლეს ისტორიაში ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საზოგადოების დამშვიდისა და სტაბილურობის მოტანაში. როგორი იქნება მომავალი ეკლესიის წინამძღვარი, ამას მე ვერ ვიტყვი და ვერ გამსაზღვრავ. მაგრამ ცალსახად ვერ მოუწოდებ ვერავის, რომ იყოს ერთგვარი მედიატორი ან რაიმე როლი ითამაშოს პოლიტიკური, იმიტომ რომ ისედაც უდიდესი ტვირთის მატარებელია, ხო, ამას მე არ ვამბობ, ამას სახარება ამბობს. უდიდესი ტვირთი არის საქართველოს პატრიარქობა, ეკლესიის წინამძღოლობა, სულიერი ლიდერობა ჩვენი თანამემამულეების, მილიონების და მილიონების, შესაბამისად ვერ მივცემ თავისუფლებას, რომ რაიმე დამატებითი ტვირთი ავკიდო. განსხვავებულ კონტექსტში კითხავთ, რა არის
არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ თვითონ ქართულმა ოცნებამ, ასე ვთქვათ, შეცვალოს მთელი რიგი საკითხთან მიმართებაში მისი დამოკიდებულება, აღიაროს პრობლემები, მათ შორის აღიაროს ღრმა პოლიტიკური კრიზისი და ეს სწორედ პოლარიზაციის შემცირების და ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის და ერის შერიგების მიზნით დაიწყოს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ აი გუშინ დარწმუნებული ვარ მოისმენდით მაკა ბოჭორიშვილის განცხადებებს, რომელიც მან გააკეთა ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ არანაირი რეპრესიები ქვეყანაში არ არსებობს და შესაბამისად ამ თვალსაზრისით ქართულ ოცნებას და ხელისუფლებას, დღევანდელ ხელისუფლებას არაფერი აქვს შესაძლებელი. ხო, მე ერთ რამ შემიძლია ვთქვა, რომ იმ ბოლო ციტატაში, რომელიც თქვენ ახსენეთ, ქალბატონი ბოჭორიშვილი ძალიან უტიფრად იტყუება და საქართველოს მოსახლეობას ატყუებს უმაღლესი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირი, როგორცაც საკუთარ თავს ის თulis, ხო, ის თulis, რომ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი თუ არ ვცდები და საკუთარ თავისუფლებას აძლევს, რომ საქართველოს თელს მოსახლეობას მოატყუოს იმის შესახებ, რომ ამ ქვეყანაში არ არის რეპრესიები. ამას ხო საქართველოს ყველა მოქალაქე ხედავს, ამას ხო მაკა ბოჭორიშვილის რაღაცა უტყვის სახით ნათქვამი ფრაზები არ ჭირდება. საქართველოს ყველა მოქალაქე ხედავს, რომ უსამართლოდ ამ ქვეყანაში ისჯებიან ადამიანები, ისჯებიან პოლიტიკური ნიშნით და ისინი დღეს ზიან ციხეში. ესენი არიან პოლიტიკური ლიდერები ზიან ციხეში. ჩემი თანაპარტიელი, ორი თანაპარტიელი ვეფხე კასრაძე და ვასო კაძელაშვილი, რომელსაც უნდა იცნობდეთ უბრალოდ, რომ მიხვდეთ აი იმ ბრალდებასთან საერთოდ ახლოს ჩავლათ თუ შეუძლებთ. უბრალოდ უნდა იცნობდეთ, ერთი დღე უნდა გქონდეთ გატარებული ვეფხე კასრაძესთან, რომ იცოდეთ, რომ ასეთი უწყინარი კაცი, რომელიც საზღვრის სადემარკაციო ხაზის პირას ცხოვრობს, იქ მრავალშვილიან ოჯახს ზრდის და ქართულ კერას ინახავს კონფლიქტის ზონასთან, რომ ეს კაცი არის გადატრიალების მომწყობი და საბოტაჟის მომწყობი. ეს ხო სიგიჟია. ის უსამართლოდ ზის დღეს ციხეში. უამრავი ბიჭები ზიან დღეს უსამართლოდ ციხეში. პოლიტიკური ლიდერები ზიან დღეს უსამართლოდ ციხეში. ეს იქნება ლევან ხაბეიშვილი, პაატა მანჯელაძე თუ სხვა ადამიანები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ კლანური სასამართლო გვაქვს, უსამართლოდ ზიან ციხეში. შესაბამისად, ამას არ დაარქვა რეპრესიების არ ქონა. ეს არის უბრალოდ, არ ვიცი, თვალებში ნაცრის შეყრა, უკიფრობა და პოლიტიკიდან გასაქრობი ადამიანის სიტყვა. იმიტომ რომ ასეთი ადამიანების პოლიტიკაში ყოფნა არის ის, რაც ხდის ჩვენ საზოგადოებას განიზიდავს პოლიტიკური პროცესიდან, რაც ჩვენ საზოგადოებას აგდებს უკიდურეს ნიჰილისში. აი ასეთი ბინძური ტყუილები ქვეყანაში, რომელშიც ქალბატონო ლელა, როდესაც ეს ქალი ამას ამბობს, სუბთა პოლიტიკური ანგარებიდან გამომდინარე, ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს იჭერენ. ანუ ტროტუარზე დგომა კრიმინალიზაცია კანონით მოახდინა, რომ 5000 ლარიანი ჯარიმები 20, 30 და 40 ცალი აქვთ ადამიანებს, იმიტომ რომ ისინი ქუჩაში დგანან. რომ ადამიანებს ემუქრებიან, სხვადასხვა რამით აშანტაჟებენ, უბედურ დღეში გაგდებენ, იმიტომ რომ ისინი პოლიტიკურად სხვა შეხედულებების არიან. ამ ქვეყანაში თქვა, რომ არ არსებობს პოლიტიკური რეპრესიები, ეს არის უბრალოდ ბოროტება. აი ასე გამოიყურება ბოროტება. ისევ მაკა ბოჭორიშვილი და ამჯერად უკვე ევროკავშირის ელჩთან მისი გუშინდელი შეხვედრა საბოლოოდ მაინც აღმოჩნდა, რომ მაინც დაიბარა საგარეო საქმეთა სამინისტრომ პაվել ჰერჩინსკი იმ განცხადებისთვის, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მან გასულ კვირას ბრიუსელში გააკეთა. ევროკავშირის ელჩი ქართულ საზოგადოებას ემუქრება, რომ მათ ხელისუფლებად საქართველოში მოაწყონ ისეთი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის ღვრასთან და ეკონომიკურ გრევასთან. ეს არის მუქარაო, ასე ხედავენ მართლ პარტიაში ჰერჩინსკის განცხადებას, რომელიც გვეუბნება, რომ თუ საქართველოს მომავალ კვირებსა და თვეებში არ გადაწყვეტს, რომ ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს, მაშინ დაბრუნდება ბნელ წარსულში, სადაც იყო ძალადობა, სამოქალაქო ომი, სიღარიბე, გაჭირვება და კორუფცია. რამდენად არის ელჩის ეს განცხადება მუქარა, შესაბამისად, რამდენად ქონდა ოფიციალურ თბილისის საფუძველი პაվել ჰერჩინსკი მისი განცხადებაზე განმარტებებისთვის საგარეო უწყებაში გამოეძახებინა. აი ამ პროვინციულ ავტოკრატიის პირობებში ასეთი ტიპის დაბარებები, დემარშები, აი ეს რაღაცა დემონსტრაციული მოვლენები გამოიყენება შიდა მოხმარებისთვის რაღაცა ყველაზე შავრაზმული, ყველაზე ბნელი ქართული ოცნების ელიტის საამებლად, ასე ვთქვათ, და პროპაგანდისტული მიზნებით. ეს ხომ ტყუილია, რომ ბატონ ჰერჩინსკი რაიმე ემუქრება ამ ქვეყანას. ბატონ ჰერჩინსკიმ აღწერა საქართველოს ისტორიის ეს უმძიმეს პერიოდი, რომლის მომსწრეები ვართ თქვენს, მეც და ჩვენი მაყურებლების დიდი უმრავლესობა, რომელსაც 90-იანი წლები ერქვა ამ ქვეყანაში, როდესაც საქართველო იყო მარტო. საქართველოს მარტო ყოფნა მისმა იზოლაციამ, მის ხელმძღვანელობების
მისი ელიტების პასუხისმგებლობამ გამოიწვია სამოქალაქო ომი ამ ქვეყანაში და გამოიწვია საქართველოს ტოტალური იზოლაცია. განზიდვა საქართველოსი მთელი სამყაროს მიერ, ცივილიზებული სამყაროს მიერ. მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკები, მაგალითად ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, თავის ქვეყანას აშენებდნენ, დამოუკიდებელ სახელმწიფოებს აშენებდნენ, საქართველოში ერთმანეთს იარაღს ესროდნენ. და ეს ამის მიზეზი ერთ-ერთი იყო ჩვენი იზოლაცია, საქართველოს იზოლაცია, რომელიც გამოიყენა ჩვენმა მტერმა. მტერი ჩვენ ყავს რუსეთი. ჩვენი მტერი ევროკავშირი არ არის. ევროკავშირი არის ის პოლიტიკური ერთეული, რომელსაც ჩვენ შემდგომ აი ამ ქაოსის, ჯოჯოხეთის ძალიან მძიმე ვითარების, რომელიც ისე გამოიყურება, როგორც ბატონმა ჰელჩინსკიმ აღწერა, ჩვენი უახლოესი წარსული, ჩვენი უახლოესი ისტორია. აი ასე გამოიყურება. მე არ ვიცი ვის მოხმარებისთვის ამბობს ამას პროპაგანდას, მაგრამ რავი, ცოტა მე მგონი ამ ქვეყანაში ადამიანები, რომლებიც არ დაინახავდა ჩვენს უახლეს წარსულს იმ სიტყვებში, რაც ბატონმა ჰელჩინსკიმ ახსენა. ბატონ ჰელჩინსკი პოლონელია. ის ბრიუსელის ბიუროკრატია არ არის. ბატონ ჰელჩინსკი ჩვენი მოძმე პოლონელი ერის წარმომადგენელია. პოლონელი ერის, რომლისთვისაც უცხო არ არის საბჭოთა კავშირი, რუსული რეპრესიები, კგბ-ს გავლენები, ის ბოროტება, რაც რუსეთმა გამოიწვია ჩვენსა და მათ ქვეყანაში. ამიტომ პაველე ჰელჩინსკი აღწერს ჩვენ უახლოეს წარსულს, როდესაც საქართველო იყო იზოლირებული. შესაბამისად ეს მუქარად აღიქვა, ან სულელი უნდა იყო და არაფერი გაგაგებოდეს საკუთარი სამშობლოს ისტორიის, ან მიზანმიმართულად უკიფრად იტყუებოდა. ბოლო კვირების განმავლობაში ოფიციალური თბილისის მისამართით ერთ-ერთი კითხვა, რაც აქტიურად ისმის, არის რატომ რეაგირებს ქართული ოცნების ხელისუფლება ძალიან მწვავედ ევროპელი პარტნიორების ელჩების მათ შორის განცხადებებზე და რატომ არ აქვს რეაქცია იგივე ირანელი დიპლომატის პოზიციებზე, რომელიც მან ორჯერ დააქცია სოციალურ ქსელში, თუმცა ირანის ელჩის განცხადებების შესახებ კითხვასაც უპასუხა გუშინ მაკაბოჭორიშვილმა და როგორც ის აცხადებს, ირანის ელჩთანაც აქვთ კომუნიკაცია, როცა არსებობს გარკვეული წუხილები. რამდენად არის დამაჯერებელი შორიდან არ ვიცი ეშინიათ ირანის მაკაბოჭორიშვილი და ამით დავასრულე. მაკაბოჭორიშვილი არ არის დამოუკიდებელი ხელმძღვანელი ქართული საგარეო უწყების. მაკაბოჭორიშვილი არის წარმომადგენელი იმ საგარეო უწყების, რომელიც ასრულებს პროტოკოლურ როლს და არ არის დამოუკიდებელი თავის მოქმედებებში. დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკა ქართული ოცნების პირობებში წყდება მოსკოვში. შესაბამისად, ძალიან მარტივი ასახსნელია, რატო ესხმის მაკაბოჭორიშვილი და მისი ძმანი და დანი მისნი თავს ევროკავშირის ელჩებს, რატო რეაგირებს პროპაგანდისტული მიზნებით იმ განცხადებებზე და რატო ამახინჯებს რეალობას ამ განცხადებებში ქალბატონი ბოჭორიშვილი და რატო არ პასუხობს ირანის ელჩს, რატო არაფერს ამბობს საქართველოს ოკუპაციაზე, რატო ერთხელ არ ახსენებს რუსეთის ფედერაციას როგორც ამ ქვეყნის მტერს და თავარ საფრთხეს ამ ქვეყნის უსაფრთხოების. იმიტომ რომ მაკაბოჭორიშვილი არის ნამესნიკი, მას არ აქვს უფლება, რომ ამაზე ილაპარაკოს. ის უფლებები დღეს არის წაღებული მოსკოვში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში. და იქიდან იღებს ინსტრუქციებს. არ მინდა რომ ეს გადაცემა ესე დავასრულოთ, ქალბატონო ლელა, თქვენის ნებართვით რომ არ გამოვეხმაურე კიდევ ერთხელ დუშენით დაავადებული ბავშვების საკითხს. მიეცით ბავშვებს წამალი გავიმეორებ კიდევ ერთხელ. მე მინდა რომ ჩვენ მაყურებელს ერთი რამ უთხრა თქვენი ეთერით და შევახსენო რომ ვინმე საბჯველაძე, რომელსაც ნულოვანი სამედიცინო განათლება აქვს და ნულოვანი პოლიტიკური ეთიკა და აღმოჩნდა ოფიციალური პოლიტიკური მონსტრი დღეს ამ ხელისუფლებაში, საქართველოს ბიუჯეტიდან დახარჯულ ყოველ მესამე ლარს აკონტროლებს, ქალბატონო ლელა. ანუ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 30% მოდის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი არის პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ ყოველ მესამე დახარჯულ ლარზე. ამ ადამიანს აქვს აბსოლუტურად ყველა 9 მილიარდიანი ბიუჯეტზეა ლაპარაკი მარტო ჯანდაცვის სამინისტროში. აქედან 2 მილიარდზე მეტი არის ჯანდაცვის ნაწილი და არა სოციალური განაცემების. და ეს ადამიანი ამბობს, რომ მან რამოდენიმე თვეა იმუშავა და ვერ მოახერხა, რომ ქვეყანაში, რომელშიც ისინი ამბობენ, ქალბატონო ლელა, რომ საუკეთესო ეკონომიკური მაჩვენებელია, აქ ეკონომიკური ზრდა აქვს, პროგნოზირებული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს, ვალების გადახდის რეჟიმში არის და არ ვიცი, კლავის ეს სახელმწიფო ამ სახელმწიფოს ყველაზე დიდი ხარჯვითი ნაწილის მინისტრი იძახის, რომ მას 30 მილიონის პოვნის საშუალება არ აქვს. შემირცხვენია მისი კაცობა, შემირცხვენია ყველა იმ ადამიანის პოლიტიკოსობა, რომელსაც პოლიტიკა გონია, რომ ამ ბავშვების მშობლებს რაღაცა ბინძური ტყუილებით უპასუხოს და არა გააკეთოს საქმე, რომელიც ამ ბავშვებს თუნდაც 1 წუთით, თუნდაც 1 საათით არიდებს ეტლს, ან გაუგრძელებს სიცოცხლეს. ნამდვილად სერიოზული პრობლემაა ის, რაზეც თქვენ საუბრობთ და ვიმედოვნებ
ვინმე რომ ბავშვების ინტერესები და მათი ოჯახების ზუსტად არ მაინტერესებს ამ ხალხს არაფერი, ყველაფერს დავიწყებ წარსულში, რაც მithქვამს, ეხა მოიქცნენ სწორად და ამ ბავშვებს სიცოცხლე გაუხანგრძლივო. მადლობა ბატონ თაზო სტუმრობისთვის. დღეს სამით დავასრულოთ. თაზო დათუნაშვილი იყო ჩვენი სტუმარი. დღეს ნიუსრუმი ამით დასრულებულია. შესაბამისად ერთმანეთს ხვალ 11-ზე შევხვდებით. ნახვამდის.